მე ვარ მაშო წულუკიანი, მესამე კლასის მოსწავლე. ჩვენ წავიკითხეთ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა საცხოვრობს მეზღაბრე. მეორე აბზაცის მიხედვით ჩვენი ფანტაზიით უნდა დაგვეწერა სულ სხვა მოთხრობა. მე დავწერე ორი მოთხრობა ჩემი ფანტაზიით და დავარქვი მთებს შუა გაფენილი ტბა. შორს ლურჯი მთები მოჩანს. მთების შუაში ლამაზი პატარა ტბაა, სადაც ხრუბლები იხედებიან და ამბობენ, რა პუტკუნები და ფუმფულები ვართო. ასევე ხეებსაც უყვართ ტბაში ცქერა, ყვავილებსაც და ცასაც. ეს დამთავრდა კიდე ძალიან კარგი. ხლა უიღბლო ფოთოლი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ფოთოლი. ეს ფოთოლი ძალიან უიღბლო იყო. როდესაც მზე გამოვიდოდა ხოლმე, ფოთოლი იტყოდა, რა კარგია და 2 წუთში წვიმას იწყებდა, ასე ემართებოდა ყველაფერზე. ერთხელაც ფოთოლს მოსწყინდა ასე ყოფნა და გაიფიქრა, მოდი შემოდგომას მოვიყვანო, მაგრამ ეს გაიფიქრა თუ არა, ჭექა ქუხილის ხმა გაისმა, გაწვიმდა, ქარიშხალი ამოვარდა, მაგრამ უცებ გადაიღო, ფოთოლი ხიდან ჩამოვარდა და ჭკნობა დაიწყო. კარგი გოგო ხარ ძალიან დიდი მადლობა. შვენიერი იყო ორივე შენ მიერ დაწერილი მოთხრობა. ყოჩა.